პრეზიდენტის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ამ ეტაპზე საქმე ეხება 7 ბრალდებულს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, იად არახველიძეს, ზაქრო ალბუთაშვილს, დავით ჟღენს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს და დავით სტურლას. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის წარმომადგენლების ნაწილმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ადვოკატების განცხადებით საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. პროცესი მომდევნო კვირაში გაგრძელდება. მე კი შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირებს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ შორისაა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სასჯელი უკვე შეფარდებული აქვთ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებს. ამავე ფაქტზე დაკავებულმა 20-ზე მეტმა პირმა კი საპროცესო შეთანხმება გააფორმა. აუცილებლად უნდა გამოვიდე და ყველაფერი დავალაგო ისე როგორც იყო. რა იყო 4-ში, როგორ იყო? შემდეგ 9-ში რომ არსად არ დავსულ ვარ, იმიტომ რომ თავს დავნაშავეთ არც ეხლა გზონდა არც მაშინ. ვიყავი იქ, არც უარყოფ. გავაკეთე ჩემი სამედიცინო საქმიანობა, სულ ვარ შიგნით, ესე იგი 28 წამი. გავაკეთე და გამოვედი. არც ერთი ვიდეო მტკიცებულება არ ასახავს დავით ჟღენტის მიერ ჩადენილ რაიმე ძალადობრივ მოქმედებას და არც ერთი ვიდეო მტკიცებულება არ ასახავს დავით ჟღენტის მიერ პრეზიდენტის სასახლის ეზოში ყოფნის ფაქტს. დევს მხოლოდ ცრუ ჩვენება ორი პოლიციელისა, რომელთა ჩვენებებიც აბსოლუტურად მოდის წინააღმდეგობაში ყველა სხვა მტკიცებულებასთან.